ლანძღავთ რუსეთს და აგინებთ რუსეთი, როცა აქ იყო თურქეთიდან, ირანიდან და ბუზი ვერ შემოქმნდებოდა. დღეს აი მაგალითად ბათუმში, ბათუმ კაფკატაში კვარტალის კი არის უკვე თურქების. და თქვენ იცით რამდენიმე წლის წინ რა მოხდა იქ. ერთ-ერთი ქართველი რუბლი გზად მიდიოდა. ეს ბათუმია. რისი თურქების კვარტალი, რა კვარტალი? ასე თვლიან თურქები. ძირითადად თურქებით არიან დასახლებული. დრო დაინახეს მოდელი ჯვრით. გააჩერეს. ლანძღვაგინება დაუწეს, როგორ გაბედა მათ კვარტალში შემოსული იყო და ჯვარი კეთებოდა. ჯვარი ჩამოგლეძეს და სემეს ჯგუფურად. ქართველებმა რომ გაიგეს, შევარდნენ იმ კვარტალში და იყო ძლებს გააშორეს ერთმანეთსგან. სემეს თურქები. აი როგორი დაპირისპირებები და მე რო აქ ვინმე მოუშვა ჩვენზე რა მოხდება ძნელი არ არის წარმოიდგინოთ. ერთმანეთზე რომ იწვევენ აი ეს ფსევდოლიბერალი ქართველები და იარაღიც აქ ჩუმჩუმად ამიერას განა იხმარენ ისინი დამპყრობზე არ იხმარენ ქართველებზე იხმარენ. რატო? ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ეს ფულის საკეთებელი წყარო გავუჩნდეთ. თორე პატრიოტიზმი კი არ ამოძრავეთ და რასაც ლაკ მოგება. სინამდვილეში ის კი არ ამოძრავეთ. მათ ეს ამოძრავეთ. შემოსავლები გქონდეთ. მერე ქართველების ამბები, ხო იცით, ეს იგი პატარა მონაწილეობას რომ მიიღე რაღაცაში, როცა მოვა ის ხელისუფლება, მერე თხოვე წილებს გვერდში რომ დაუდათ. აი ჯვარი გამომისახია. ზუსტად გამსახურდია ეს საუბრო. და უკვე რომ იზაბება, ჯერ დაძაბრო, უკვე ნიშნებია დაძაბეს. კი არ გეწყინოს მეთქი, მაგრამ როგორც ქართველს გეტყვი მეთქი და როგორც მღვდელი მრევლს. როგორ დანიშნე მეთქი თანამდებობაზე? ან კიტოვანი, ან სიგუა. წარე ჩაიღიმას ვიადმა და მითხრა, ეხ მამარჩენ, ხომ ვიცი ქართველების ხასიათი. მიტინგებზე რო გვერდზე დაგიდგებიან, მერე ადგილებს ხოვენო და მათ ყავთ თავისი ლობი აქვთ იქ მერე პარლამენტშიც და ყველგან. და მერე რა გაუკეთეს? თავად ზვიას და ხელისუფლებას ეროვნულს ალბათ გახსოვთ. აი ასეთები ვართ ქართველები. და ტოლერანტობით კი არა, ფულთ მოყვარულობით ნებისმიერს მივიღებთ, ოღონდ საშუალება მოგვეცეს რამენაირად ფური გავაკეთოთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ მოხდება, ამას ხელს როგორ შეუწყობს ევროხელისუფლება, რომელიც კბილებს ილევსავს საქართველოზე. ადრე თუ მინიშნებებით ლაპარაკობ და ახლა პირდაპირ ვიცხადებს, რომ დიახაც მათი მიზანი ეს არის შეცვალო ხელისუფლება და თავიანთი მარიონეტი ხელისუფლება მოიყვანა ქვეყანა დაიმორჩილო. დაინახეთ ამ საბრალობლების ქართველებად წოდებულის ერთი ნაწილი რომ მზად არიან ევროპასთან შეერთდნენ მხოლოდ იმის გამო რომ კომფორტულად იცხოვროთ და აღვირახსნილად და გქონდეთ აქედანაც ხეილი. და მე ნახეთ ეკლესიის დევნად და სარწმუნოების თქვენ. ეხლა იტყვიან ხალხს აშინებს, რა ვაშინებს, ხალხს გონება დაჩლონგებული ლოგიკურად აზროვნების უნარი აღარ არის. ნარკომანიის შეპყრობილებს ლოთობით, ბოზობით და სოდომით. ვეღარ აზროვნებს ლოგიკურად. როგორც გრიგოლ ნოსელის ვასწავლის აი ეს ნებები საღ ნაწილს გონებისა, ესე იგი ნისლში ახვევს უკვე. ამიტომ თქვა ჯერ კიდევ ქრისტე მაცხვარმა 20 საუკუნის წინათ ქრისტეს მომავალ მკვლელებს რომ იმართავდა. თქვენი მამა არის სატანა. აი ამათი მამა არის სატანა. ყველა მათი კანონებით.